ბიზინა ივანიშვილმა თავიდან ბოლომდე ძალიან სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს თავიდან ბოლომდე ჩამოშალა სახელმწიფო აღარ არსებობს ჩვენი სახელმწიფო ასე უნდა ვთქვა და აი აბსოლუტური გაუქმების რეჟიმშია ოღონდ ამ ყველაფერს როგორც ჩანს თავადაც ირიბად რასაკვირველია ბანდა ხელისუფლება აღიარებს როდესაც იძულებულია რომ გამოააშკარავოს და გაგვაცნოს ცალკეული ის ფაქტები, რომლებიც თავის მხრივ მადასტურებელია ამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლისა, ჩამონგრევისა, ჩამორღვევისა. რას გულისხმობ და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ცოტა ხანში, მაგრამ ჯერ დავსვამ ერთ კითხვას, აი შენ ჩემო მაყურებელო, კონკრეტულად შენ დამოუკიდებლად იმისა, ვისი ამომრჩეველი ხარ? ლეიბორისტული პარტიის, ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, ახალის, დროას, სურაბ ჯაფარიძის გირჩის, მეორე გირჩის, ფედერალისტების, ევროპული საქართველოს, აღმაშენებელის, არ ვიცი კიდე სხვა პარტიების ხო არსებობს ნაციონალური მოძრაობა, თქვი ნაციონალური მოძრაობის, ლელო, ძლიერი საქართველოს, თუ გახარიას პარტიის, თუ სხვა პარტიების თუ არსებობს, არ ვიცი, სხვა პარტიების. დამოუკიდებლად იმისა, ვისი ამომრჩეველი ხარ. როგორ გონია საზღვარზე რა თანხის შემოტანა შეგიძლია შენ დავით აი ხო ხართ ჩემ მაყურებელთა შორის ვინმე დავითი ხო არის 1 2 7 არ ვიცი 10 15 მარიამ კალბატონო მარიამ ნინო კეთევან თამარ გიორგი რა ვიცი სხვადასხვა სახელის დასახლება შემიძლია ირაკლი პოპულარული სახელები ხო ლევან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ხართ ბევრი ხართ რამდენი რა თანხის შემოტანა შეგიძლია თქვენ სახელმწიფო საზღვარზე როგორ გონიათ მე გეტყვით რომ თუ თქვენ შემოიტანთ 30000 ლარზე მეტს შესაბამისი კურსით ამა თუ იმ ვალუტაში იმ თანხას აუცილებლად ჩამოგართმევენ გარდაულად ჩამოგართმევენ იმიტომ რომ თქვენ არ გექნებათ დასაბუთება ვერ დაასაბუთებთ ამ ფულის წარმომავლობას უცხოეთიდან და თურქეთიდან სახმელეთო გზით შემოგაქვთ მაგალითად ან საჰაერო გზით შემოგაქვთ არ ვიცი ვენიდან პირობითად ლაპარაკობ ვარშავიდან ან სომხეთიდან ასევე სახმელეთო გზით რუსეთიდან სახმელეთო გზით ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანიდან შემოგაქვთ წითელი ხიდიდან ხო მნიშვნელობა არ აქვს ვერ დაასაბუთებთ რა თქვენ ჩამოგერთმევათ ეს თანხა ჯარიმა იქნება დაკისრებული თქვენზე ჯარიმა დაგეკისრება თუ არ ვცდები 5000 ლარის ან 5000 ლარის ოდენობით და ვინიც ის იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დაგეკისროთ ახლა მეორე კითხვას დავსვამ როგორ გგონიათ ნებისმიერი სავალუტო ჯიხური ან კომპანია ფირმა რომელსაც თუნდაც ქსელი აქვს ამ სავალუტო ჯიხურს კომპანიას აი რიკო მაგალითად უფრო ცნობილებიც არის უფრო ნაკლებად ცნობილებიც არის ძლიერები უფრო ძლიერები ნაკლებად ძლიერები დღის განმავლობაში ფულის ბრუნვა რამდენი აქვს შეიძლება რომ გქონდეს 30 მილიონი 25 მილიონი დოლარი წარმოუდგენელია რომ გქონდეს 25 მილიონი დოლარი ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიასაც კი 25 მილიონი არა თუ ამგვარ კომპანიას რომელიც თანხის გადახურდავებით არის დაკავებული ხო გადახურდავებით კი არა ვალუტის კონვერტაციით ხო ბანკსაც კი აი TBC ბანკს ყველა ფილიალს ლამის საქართველოს ბანკს ყველა ფილიალს შეუძლებელი ან ძნელი წარმოსადგენია რომ გქონდეს 25-26 მილიონი დოლარი 30 მილიონი დოლარი ბრუნვა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება რომელსაც ეხლა მე თქვენ ჩაგიკითხავთ და ეს ძალიან სერიოზული ამბავია დასტურია იმისა რომ ჩვენ სახელმწიფო ჩამოგვიშალა და თავადაც ირიბად აღიარებენ ამას ბიზინა ივანიშვილმა პერსონალურად და ქართული ოცნების ბანდამ მე ჯერ მშრალად წავიკითხავ აი მშრალ ფაქტებს გაგაცნობთ და მერე ვიმსჯელოთ უყურეთ პროკურატურის განცხადებაში რა წერია საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში 2022
24 წლებში განხორციელებული უპრეცედენტო ოდენობის 624 მილიონი ამერიკული შეერთებული შტატების დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 624 მილიონი და პლუს 35 მილიონი ევრო და 624 მილიონი დოლარი 2 წლის ან 24 თვის განმავლობაში მე ახლა გაჩვენებთ 624 რომ გავყოთ 24-ზე 24 თვეზე შესაბამისად ჩვენ მივიღებთ დღეში 26 მილიონ დოლარს 26 მილიონი დოლარი შემოდის დღის განმავლობაში უკანონო ფული ჩვენს ქვეყანაში და ამას თავად საქართველოს გენერალური პროკურატურა წოდებული ბანდა ასე ვიტყვი და მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღიარებს. ეგ რა მაგის პასუხია, ხო თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ 25 წელი დაიწყო, იანვარში დაიწყო, ახლა სექტემბრის ლამის მიწურულია, ხო ამ 10 თვის განმავლობაში ეს აწყობილი სქემა ჩამოიშალა? ანუ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ამ 10 თვის განმავლობაში 26 მილიონი შემოჰქონდათ მათ, ხო? პრაქტიკულად დადასტურებული, ანუ სწორი ვარაუდია. ანუ თვის განმავლობაში 26 მილიონი დოლარის შემოტანა ხო არ ვცდები, ხო? ნიშნავს დღეში 800,000 დაახლოებით მილიონი დოლარის შემოტანას. კარგით, განვაგრძოთ ჩამოშლილ სახელმწიფოზე მსჯელობა. პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილი, ანუ პროკურატურამ უკვე დაადგინა, რომ ბრალდებულმა მხოლობითში ერთი კაცია დაკავებული. ეს ხო ერთი კაცი ხო ამას ვერ ახერხებს, ხო, მაგრამ ჯერჯერობით ერთი კაცი ხავთ, რომლის გვარსახელსაც არ გვიმხელელი. შეიძლება ეგრეთ წოდებული მეისრე იყოს დაკავებული, ანუ ის ვინც ასრულებს, ვინც შეასრულა, ვინც ერთ-ერთი რგოლია და არა მთავარი რგოლი, მაგრამ გავანებოთ ამასაც თავი. ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცველი პუნქტის მხოლობითში საქმიანობის საფარქვეშ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონით მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით მოაწყო დაუსაბუთებელი ღმერთმა უცხის რაში გადაუხადეს მას თანხა. აი მაგალითად რუსეთიდან შემოაყო, მაგალითად თქვათ, ხო? იმიტომ რომ აქ ხო ქვეყნები არის ხსენებული. მეცაენ ჩავიკითხავ. ოდნავ მოგვიანებით, ანუ რუსეთიც შეიძლება იყოს, მაგალითად რუსეთიდან შემოაქვს. რას ყიდულობს? არა, რას ყიდის რუსეთში? საქართველო ვერ აწარმოებს დღეში 1 მილიონის პროდუქციას. საქონელს პროდუქტს 1 მილიონი დოლარის ღვინოს ყიდის დღეში ამაში უხდიან შავ ფულს ეს შავი ფული არც იქნებოდა მაგრამ თუ რამეს ყიდის ხო ანუ რაღაცა ხო უნდა გაყიდოს ახლა მე გამოვთქვა ერთ ვარაუდს იქნება და გააქვს სწორედ ის პროდუქცია რომელიც რუსეთს ესოდენ სჭირდება და რომლებზეც სანქციებია დადებული მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული მიკროჩიპები რომლებიც რუსეთს არ მიეწოდება მისი სამხედრო ბანკანა რომ არ გაძლიერდეს იმიტომ მაგალითად გეუბნებით აბა ღვინოში ბორჯომში ნატახტრის თუ ზედაზენის ლიმონადში ხო ყურძენსა თუ თხილში ბუნებრივი ამ თანხას არავინ არ გადაიხდის და რომც გადაიხადოს ხო ის რასაკვირველია ქეშს არ მისცემს შემომტანს ქეშით ეს არა ანგარიშწორება არ მოხდება ნაღდი ფულით ანგარიშწორება არ მოხდება და თუ მოხდება ნაღდი ფულითაც საბუთსაც მოაყოლებს და შესაბამისად იოლი შემოსატანი იქნება დასაბუთებული იქნება ეს 1 მილიონი დოლარი დაახლოებით დღის განმავლობაში ის 1 მილიონი მე მგონი მეტი გამოდის ხო არ ვიცი 1 მილიონი დოლარი დღის განმავლობაში ნახოთ კიდევ ერთხელ გადავამოწმებ აი 365 მილიონი გამოდის დღეში ერთ წელიწადში გამრავლებული 2-ზე ხო დაახლოებით 1 მილიონი 800,000 დოლარი დღის განმავლობაში. კარგით, განვაგრძოთ პროკურატურა ბანდიტების ჯგუფის განცხადების ჩაკითხვა.
გადამსვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ ფულის გათეთა და ასე შემდეგ. ნახეთ, საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი. ქსელია, მთელი ობობის ქსელია. ანუ შეიტანა სავალუტო ჯიხურში, გამოიტანა, კონვერტაცია მოახდინა და უკვე შემდგომ შეაქვს კომერციულ ბანკებშიც. ერთ პირს, რაც საკვირველია მთელი ქსელია, მაგრამ ერთია დაკავებული, რომლის გვარსახელსაც მიუხედავად მაღალი საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესისა ჩვენ არ გვიმხილენ. დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, აქ საზღვარიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არ ახსენებს პროკურატურა. რატომ არ ახსენებს? იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც უნდა გადასწოდეს ამ შემთხვევაში. ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, ანუ ეგრეთ წოდებულ ბარდაჩოკში კი არა აქვთ, არც ჩაეტეოდა, მაგრამ ბარდაჩოკში კი არა აქვთ. ეს სქემა მუშაობს და სადღაც აკრულია და ცალკეული, ანუ ალბათ მაღალი გამავლობის დიდი მანქანებია. მოსაზღვრე ქვეყნებიდან და განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას ვალუტის გადამცველ პუნქტში, ერთ პუნქტში მიწოდებას. სად არის ეს პუნქტი? არ ვიცი, პირობითად ვაგზალზე ან პუნქტებში. ხო? ესე იგი დიდი საცავიც აქვს, რაც 26 მილიონი დაეტევა თვის განმავლობაში. ბრალდებულმა და მეტიც 30 მილიონამდე. ბრალდებულმა ზემოაღნიშნულ 2 მილიარდ ლარზია ლაპარაკი. გაღატაკებულ ქვეყანაში. ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა კანონიერი სახის მიცემის მით სხვადასხვა პერიოდში, ყოველდღე არ აკეთებს ამას ჩანს, საბანკო დაწესებულებაში, ანუ TBC-ში მიიტანა და საქართველოს ბანკში და ლიბერთი ბანკში და კიდე რა ბანკებიც არის. როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი წარმოუდგენელი ერთ რომელიმე კომპანიას ჰქონოდა ბრუნვა 26 მილიონის ოდენობით, თვის განმავლობაში, დღეში მილიონის ბრუნვა. არც ერთ ქსელსაც, ყველაზე მდიდარსაც, ყველაზე ძლიერსაც კი არ აქვს. რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა თანხის წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად, ანუ იქ უკვე დოლარს ლარზე ყიდის, შედეგად მიღებული თანხების სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის გზით მიმართული იქნა ეგრეთ წოდებულ ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში, იმიტომ რომ ეს პროცედურები რო გაიარა, უკვე ფული გათეთრდა. აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულმა და დანაშაულების ჯგუფის სხვა წევრებმა, რომლებიც დაკავებულები არიან, არ არიან, 22-24 წლებში მოახდინეს დაახლოებით 664 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე ვეკითხები და ამის თაობაზე ბაია ცანავა არის გენერალური პროკურატურის თორსტი პრესსამსახურის თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ბაია ცანავა მას გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. მე ვკითხე ალბათ ბაიას. ვკითხე. არ გაუცია პასუხი, რამდენადაც მე ვხვდები, ხო? მე ვკითხე. ჯერ გიორგი კიკაბიძემ, ჩემმა კოლეგამ უმცროსმა კითხა, დაკავებულს მალავთ? გვითხრით სახელი და გვარი, ვის წარუდგინეთ ბრალი, იმიტომ რომ ესენი გამოვიდნენ, ბრიფინგი ჩაატარეს და გვარსახელი არ უთქვამთ, იქნება ღარიბაშვილია დაკავებული. მე საქართველოს მოქალაქემ თქვენ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იცოდეთ, ვინ ახდენდა ამას? ეს ამას ხომ ტაბლიაშვილი, კიკაბიძე და ცანავა ვერ მოახერხებდნენ. ხომ ფაქტია, დღეში შემოიტანო მილიონი დოლარი დაახლოებით უკანონოდ საშუალოდ, ხო? მართლა ყოველდღე ხო არ ივლიდა ეს მაღალი გამავლობის მანქანა, დიდი მანქანა სამალავით, ანუ შემოჰქონდა უხეშად ვლაპარაკობ თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ, ორ თვეში ერთხელ თუნდაც, ანუ ძალიან დიდი თანხა შემოჰქონდა, ხო?
ამას ტაბლიაშვილი და სანავა ვერ მოახერხებდნენ, მათ ზურგს უკან კი არა, ხო, მათ ზურგს უკან უნდა იყოს ძალიან ბობოლა, გაქსუებული, ძალაუფლების მქონე პირი. ეს შეიძლება იყოს ფარცხალაძე თეორიულად ყოფილი გენერალური პროკურორი, ანუ იმ უცხების ხელმძღვანელი, რომელშიც მუშაობს კალტოით სანავა და გიორგი კაიკიკაბიძე, ჩემი კოლეგა, ეკითხება დაკავებულს მალავთ, გვითხრით სახელი და გვარი, ვის წარუდგინეთ ბრალი. კალტონი ბაია, პასუხობს გიორგის. რომელ საქმეზე ბრალდებული სახელი და გვარი დაგვისახელებია? ძალიან გთხოვთ, რომ მაინც გამართული ქართულით დაწეროთ ხოლმე. გარდა იმ გამონაკლისის შემთხვევებისა, მძიმე საჭიროა თუ უკვე კონკრეტული პირის დაკავება საზოგადოებისთვის ცნობილი იყო მედია საშუალებებით. ნუ მართლა გთხოვთ, რომ რაღაცა სინტაქსი იყოს სწორი, ხო? ამაზე ვუპასუხე მე. ერთი წამი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თაობაზე ხო გაგიგიათ. 625 მილიონ დოლარზეა ბაია საუბარი, 35 მილიონ ევროზეა საუბარი. ასევე ვის წაუყენეთ ბრალი ესეც უთხარი 624 მილიონი, 75 მილიონი. რა თანხაა ჩამორთმეული? ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი ხო ამბობენ, რომ თანხის ნაწილი ჩამოვართვითო და რა თანხაა? აი 625 მილიონიდან მაგალითად ჩამორთმეულია 125, პირობითად ლაპარაკობ, ხო? რა თანხაა? ხო უნდა ვიცოდეთ, რა თანხა გადავიდა ლეგალურად სახელმწიფოს საკუთრებაში, ანუ რითი გამომდიდრდით, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ამ ერთი სპეცოპერაციით. ხო, ესეც ხო საინტერესოა, ხო? ამ 2 მილიარდია, დაახლოებით 2 მილიარდი ლარიდან. რა თანხის უძრავი ქონება, აი წყნეთში, საგურამოში, ზღვისპირეთში, კახეთში, ქართლში, რა ვიცი, სვანეთში. იყიდეს უძრავი ქონება ამ ჯგუფმა, რომლის სათავეშიც არის ბობოლა, გაქსუებული, ობახიძეს რომ არ უყვარს, ამ კლანის წევრი, ბიზინა ივანიშვილს ნახეთ როგორ აქვს მოწყობილი, ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა ჩამოანგრია და ესეც მადასტურებელია, ხო? რომ ეხლა გააძლიერებს ერთ ჯგუფს. მაგალითად კობახიძის ჯგუფს, რომელიც მოიპარავს თანხას, რომელსაც რაღაც უკანონო შემოსავლები ექნება, ხო, რა ვიცი, რუსეთთან რაღაცეებ ვაჭრობით, რაღაცის გაყიდვით, საქართველოს გაყიდვით, ესე გეტყვით. ხო, მე იმ ჯგუფს კობახიძის ჯგუფს ჩაუკაკუნებს თავში, წამოსცემს ვინმე სხვას, სიკინჭილაშვილის ჯგუფს, რომელიც ასევე გაქსუვდება, ნაწილს თანხას მოიტალენ, ნაწილი დაჭერილი იქნება. ღარიბაშვილის კლანის გარდა ხო, ამას ვერავინ ვერ მოახერხებდა და ეხლა კობახიძეს დავალებული აქვს თუ ღარიბაშვილი ჩაკლას. ღარიბაშვილს დავალებული ჰქონდა, რომ გახარიაზე უნდა ესეირნა. გახარია ებრძოდა ყველა პროექტს, რომელიც დაწყებული ჰქონდა ბახტაძეს და ასე შემდეგ. აი ეხლა მე ვკითხულობ კიდევ ერთხელ, რა თანხაა ჩამორთმეული? რა ქონება, რა რაოდენობის, რა თანხაში რაშია გამოხატული, რა ქონებაც არის ჩამორთმეული? წყნეთში 27 სახლი მითხარით, რა ღირებულების არის ეს 27 სახლი? სამართლოზე ხომ მაინც გამოჩნდება, თუ ემანთ საპროცესო გარიგება არ მოხდა ამ დამნაშავე პირთან. ოღონდ რაზე უნდა მოხდეს? 625 მილიონი დოლარი აქვს შემოტანილი შავი ფული, ღმერთმა უწყის რაში, ხო? მაგრამ ამასაც არ გამოვრიცხავ, ის გვარი არ გააგვიმხილონ და ეხლა ინიციალები მაინც ეთქვათ. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. კიდევ ერთი ასპექტი, რაკურსი, კუთხე, ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით. რა ფულით დარჩა, სხვა ზნას ვერ ხმარობ, რა ფულსაც ატრიალებდა. ემან რუსულ პროპაგანდაში ხო არ ხარჯავდა. აი ეს პირი ან პირთა ჯგუფი, მაგალითად იმედში ხო არ მიჰქონდათ ეს თანხა. მაგალითად შავი ფული ან პოზიტივში ხო არ მიჰქონდათ. ან სოციალურ ქსელებში ხომ არ მიჰქონდათ. ეს ხო მართლაც სანავას ან ტაბლიაშვილის ან კიკაბიძის ან გუელა ბოჩიკაშვილის ერთ-ერთი კომენტატორია, ხო? დავით გიორგობიანის ასე მაგალითად ჩვენი გაკეთებული არ არის. ეს ხომ ბობოლების, ძლიერების, ამ ქვეყანას ვინც განკარგავს, ვინც მართავს, მათი გაკეთებულია. სად ხარჯავდნენ ესენი ფულს? რაში აიღეს ეს 625 მილიონი? ანუ რაღაცა გავიდა საქართველოსთან ეს ხო, ხატოვნად ნათქვამია, რომ საქართველოს გაიყიდა, მაგრამ კონკრეტულად რა პროდუქცია, რა საქონელი გაიყიდა, რა პროდუქცია გავიდა სომხეთში კი ბატონო, თურქეთში კი ბატონო, აზერბაიჯანში კი ბატონო, რუსეთში აღალი ალბათობით. როგორ შემოდიოდა ლარსიდან თუ წითელი ხიდიდან?
ახლა თუ პროკურატურა დაიწყებს იმის მტკიცებას, არც არაფერს არ გამოვრიცხავ მე ამათ ხელში, რომ ეს გააკეთა ლევან ხაბეიშვილმა, მიშა სააკაშვილის ჯგუფმა და რაღაცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მოდი ეხა ჩვენ დავასახელებთო, ანუ თუ ამბლებში ვართ, მაშინ უკვე აღარ დავიჯერებთ ამ ვერსიას, იმიტომ რომ ბობოლების დახმარების გარეშე ვერავინ ვერ გააკეთებდა და ბობოლა რასაკვირველია წილში იჯდებოდა ამ ყველაფრის. ანუ 22-ში ვინ იყო პრემიერ-მინისტრი? ირაკლი ღარიბაშვილი. ეხლა უბრალოდ აღარ სჭირდება თავში უნდა ჩავიკაკუნონ, ხო? ხვალ ჩავიკაკუნებენ კობახიძეს. ვიდრე ქართული ოცნება არსებობს, ეს არის ერთი ამბავი და ასეთი ამბავი, რაც არ ვიცით. ღმერთმა უწყის რამდენია ფარცხალაძეს, რამდენია წაღებული, რომეო მიქაუტაძეს, რამდენია წაღებული. ეს ფარცხალაძე ეხლა დევნილი და ახლა ამათ მიერ მოცილებული, რომეო მიქაუტაძე უკვე დაჭერილი. თვითმკვლელობა რო სცადა ოფიციალური ვერსიით. აგვარია ეს რიჟვაძეს რამდენია წაღებული 300 მილიონზე ელაპარაკი აქ 300 მილიონ ლარზე ელაპარაკი აქ პრაქტიკულად ლაპარაკია 5-6 ჯერ მეტზე რიჟვაძეს რასაც ედავებიან ხო ჯუანშერ ბურჭულაძე რომელსაც ასევე საოცარი რაოდენობით თანხას ედავებიან სახელმწიფო გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა და თავადვე აღიარებს ამას ღარიბაშვილს შესაბამისად არა ჯენს ღარიბაშვილობდი კალაძეს წარმოგიდგენიათ რამდენი აქ წაღებული ახლა სჭირდებათ უბრალოდ თორე ღმერთმა უწყის ხვალ იქნება ესე გამოათრიონ ხურით და უთხარო შერო წაღებული გაქვს პირობითად 800 მილიონი ეხლა მოიტანე ეს უნდა ეთქვათ კიდეც ცოტა ხნის წინ აპირებდნენ ამის თქმას ჩვენი ინფორმაციით ყველას ინფორმაციით ბევრის ინფორმაციით ღარიბაშვილი ხვალზე კობახიძე ფულს არ იღებს როგორ გეგადრებათ 100 მილიონს არ იღებს 100 მილიონი არ იქნება გაკეთებული მდინარაძეს მე ამ ვიდეო ბლოგში მე არ ვისაუბრებ თემაზე კალაძემ ჩეჩნური მაფია როგორ ჩამოიყვანა და ქართულ მაფიასთან ერთად და ზარკუასთან ერთად როგორ იგრიალეს სამეგრელოში კონკრეტულად წალენჯიხაში და სხვაგანაც ხო ფერარების შოუ როგორ მოაწყეს ამაზე არ ვისაუბრებ იმიტომ რომ ეს კარგად მაქვს გამოსაძიებელ მოსაკვლევით საბოლოო ჯამში ვრცელი თემაა ისიც მაგრამ მე რა გარანტია მაქვს ბოდის ვიხდი რომ ჩეჩნეთიდან არ არის ეს თანხა შემოსული მე და თქვენ ლეიბორისტების ქართული ოცნების აი აღარ მიმართავ ამ ლიბერასტების თუ ლიბერალური ოპოზიციის ამორჩევლებს ხო ნინოს მარიამს გიორგის ლევანს დავითს ირაკლის ვინც ხართ შეიმაღლებელი ხო რამდენი ხარ სხვადასხვა ქვეყნით ხო ზოგი თქვენგანი ხო ქართული ოცნების ამორჩეველი არ მე რომ მაგინებთ სულ მაგინეთ მაგრამ კითხვა მაქვს ვინ შემოიტანა თქვენი ფული ვინ იპარავს სხვა შემთხვევაში და აი ეს მაფიოზური სქემა როგორ აწყო თქვენს მიერ არჩეულმა პარტიამ ჩამოშალა თქვენი ქვეყანაც ბატონებო ჩვენი საერთო ქვეყანა ასე უნდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილმა ამას აღიარებთ თუ არ აღიარებთ ხო ამისგან დამოუკიდებლად